ანუკა რუსთაველის გამზირზე ამ აქციის ფარგლებში დღეს მოწოდებები და გამოსვლები არ ყოფილა. აქ შეიკრიბა მოქალაქეთა ჯგუფი, რომელიც მოითხოვდა მარიხუანას დეკრიმინალიზაციას. ისინი აცხადებენ, რომ უნდა გამოიყოს მარიხუანა, საჭიროა მოხდეს ნარკოტიკების კატეგორიზაცია, უფრო კონკრეტულად კი მარიხუანა უნდა გამოიყოს იმ ნარკოტიკებს, რომელთა მოხმარებისთვისაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. დღევანდელ აქციაში, როგორც უკვე გითხარით, მონაწილეობდნენ საზოგადოების წევრები, მსახიობები, რეჟისორები და უბრალოდ მოქალაქეები და როგორც ასევე სიმბოლურად აქ მათ გაუშვეს თვითმფრინავები. აერთაფრება მარიხუანის პოპულარიზაციას. ჩვენ ხშირ სოლიდარობა გამოხატოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ხედავენ ციხეში მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი არიან მარიხუანას მომხმარებლები და ვთხოვოთ ხელისუფლებას გადახედოს ნარკოკანონმდებლობას, მოახდინოს ნარკოტიკების კატეგორიზაცია, მარიხუანა გამოიყოს მძიმე ნარკოტიკებს და მოხდეს მისი დეკრიმინალიზაცია. ასევე ჩვენი აზრით, გონიურული ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა თუ კი საერთოდ საჭიროა, უნდა შენარჩუნდეს მხოლოდ მარიხუანას საზოგადოებრივ ადრეზე მოხმარების გამო. აქციის მონაწილეები, როგორც ხედავთ, აკეთებენ ესეთ თვითმფრინავებს. ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ ამ ქაღალდის თვითმფრინავის ანუ შესაბამისად თავისუფლების სიმბოლოს ფრენასთან ასოცირდება. მისი გაშვებით ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენ პოზიციას, რომ არ შეიძლება თავისუფლების აღკვეთა მარიხუანას მოხმარების გამო და ამიტომ ციხეში არ უნდა უშვებდნენ ადამიანებს. აქ ხალხი მოვიდა მხოლოდ ერთი რამის მოთხოვნით, რომ ამის გამო ადამიანები ციხეში არ უნდა ისხდნენ კვლელებთან და სხვა სახის დამნაშავეებთან და მით უმეტეს მისცენ რამოდენიმე წელი ამის გულისთვის. ძალიან გთხოვთ, ყველამ გავიაზროთ ეს პრობლემა და შემოგვიერთდით. ამ წუთებში აქციის მონაწილეები უკვე ტოვებენ პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიას და როგორც ისინი აცხადებენ, მსგავს აქციებს ისინი მომავალშიც გამართავენ.